მოგესალმებით საყვარელო აუდიტორია და არხის სტუმრებო. გამომწერებო, ახლა გავაკეთებთ გაშლას. რას მოიმოქმედებს? ვარიანტი გვექნება ორი. პირველი, მეორე ვარიანტი ჩაიფიქრეთ ნუმერაციით. რას მოიმოქმედებს? დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა ენერგიებში ხართ? ოცნებებში, ფიქრებში? შეიძლება რაღაცა ახლა მიდის სადღაც აქ დასალევად. არცეგარი გამორიცხული, რაღაცას არ უშვებთ, რაღაცა გასაშვებია, მაგრამ ვერ უშვებთ. ეს შეიძლება უამრავი რამე იყოს, შეიძლება ადამიანი, შეიძლება სამსახური, შეიძლება რაღაც გარემოება, როდესაც ვერ უშვებთ. ეძებთ სწორ გამოსავალს, რათა აირიდოთ კონფლიქტი. მამაკაცთან. რაღაცის თქმა გინდათ, რაღაცის დამტკიცება, მაგრამ გინდათ ეს ეხლა სიბრაზისგან თვალები გაქვთ ახვეულის თითქოს ვერ ხედავთ რაღაცა გარემოებებს. და ხანდახან გინდათ რომ საერთოდ არ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცებზე გააკეთოთ ფოკუსირება. რაღაცა ზარმა, ან რაღაცა ამბავმა თითქოს აგაბნიათ ძალიან, არიცით როგორ მოიქცეთ. ნახოთ, რას მოიმოქმედებს. დაგირეკავთ აუცილებლად, ვინც არსებობდებით. რაღაც იმედგაცრუებებშია. ესეთი რაღაცა ნაღველი შემოაწვა. თქვენი გაშვება არ უნდა, ვინც ნაჩხუბარი ხართ და რაღაცა ნაბიჯებს გადმოდგავს, ვინც ელოდებით. შეიძლება დღისით იყოთ სამსახურში, ან რაღაცა საქმეებით დაკავებული და მაშინ დაგირეკავთ, მაგრამ რაღაცა ტყუილიც არის. ტყუილი რას ეხება? ტყუილი რომ რაღაცა შეიცვალა დედოფალთან, ანუ იმპერატრიცასთან დაკავშირებით, ეს ეხება სხვა ქალს, ან ერთი წუთით. ეს შეიძლება მისი კანონიერი მეუღლე იყოს. თუ თქვენ არ ხართ, რა თქმა უნდა, მისი კანონიერი მეუღლე, მაგრამ აქ მესამე ფაქტორი ამასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, აქ მესამე ფაქტორი არის სხვა ქალი, სხვა ადამიანი. ნანობს. შინაგან ბრძოლებშია. ეხლა არ აქვს ამასთან ურთიერთობა, ვის გამოც თქვენ მოგივიდეთ კონფლიქტი. ხაზზე გამოვა ვინც ელოდებით და რაღაცების დამტკიცებას დაგიწყებთ, მაგრამ აქ იქნება ტყუილიც. მეორე ვარიანტზე გადავიდეთ. რა ენერგიებში ხართ? აქ რაღაც ძალიან კარგი შევსები გაქვთ ახალი შესაძლებლობები, რაღაცა ფასეული შესაძლებლობები, ღირსეული ვიღაცა მამაკაცისგან. ან ოცნებობთ ამ ყველაფერზე. მაგრამ ეს მამაკაცი, ან ეხა სრულიად თქვენ ხართ სასიყვარულო რაღაცა ენერგიებში, კარგ ენერგიებში. თუ ეხა ხართ დეპრესიაში და ძალიან ცუდი რაღაცები ხდება თქვენს ირგვლივ, თქვენი ვარიანტი ეს არ არის, ეს უფრო მშვიდი დამჯდარი, აი რაღაცა თაფლობის პერიოდს გავს თითქოს. აქ თუ ხართ რაღაც საქმეების ძალიან გარჩევებში, ეს თქვენი ვარიანტი არ არის. რას მოიმოქმედებს? შეიძლება თქვენ ახლა მანძილზე იყოთ, შეიძლება თქვენზე ბევრი ინფორმაცია არ გქონდეს ამ ადამიანს და გონია რომ შეიძლება რაღაცებში ეჭვებარებოდეთ, რომ რაღაცებს უმალავთ, ან უბრალოდ ყველაფერს არ ეუბნებით. და გაურებულია ეს ადამიანი აქედან გამომდინარე, რომ თითქოს გონია, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია თქვენზე, რას მოიმოქმედებს. გნობებში გამოგიტყდებათ აუცილებლად და თუ უკვე იყო ამაზე ლაპარაკი, გელოდებათ კარგი შეხვედრა, კარგი დიალოგი. თქვენ აქ მეორე ვარიანტი ძალიან კარგია, ძალიან ბევრი პერსპექტივები გაქვთ ამ ადამიანთან. ნამდვილად. ვინ ხართ მისთვის? დღესდღეობით მეორე ნახევრად გხედავთ. თუმცა ხა რაღაცა არჩევანიც არის აქ. მაგრამ ეს არჩევანი აქ ძალიან კარგი ზარია. ამისგან ან შეხვედრის დროს უეცარი ძალიან კარგი რაღაცა ამბავი, რაც ძალიან გაგახარებთ. ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ და კომენტარით ვისთან როგორ რეზონირდა. პირადი კონსულტაციებისთვის კი მომწერეთ აღწერაში მითითებულ ნომერზე WhatsApp-ის საშუალებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას.